დღემშვიდობის ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ საკითხებით დაინტერესებისთვის. მართლაც საჯარო სამსახური განიცდის არნახულ დარტყმას. ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება საჯარო მოხელეებს, რომ სწორედ საჯარო სამსახური უზრუნველყოფს სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირებას. და დარტყმა საჯარო სამსახურზე ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე და მე არ მახსენდება არც ერთი პერიოდი, არც ერთი მთავრობის დროს, როდესაც საჯარო სამსახური ყოფილიყო ასეთი დარტყმის ქვეშ. გუშინ 14 მარტს მერიაში, მარტო მერიაში 30-მდე ადამიანმა მივიღეთ ბრძანება, რომ 17 მარტიდან აღარ ვიქნებით მერიის თანამშრომლები. თუმცა ამის შესახებ მე ინფორმაცია მანამდე მქონდა. ეს შევიტყვე საკანონმდებლო მაცნედან, როდესაც იქ აღმოვაჩინე, რომ ჩემი განყოფილებიდან 2 შტატი ამოიღეს, ისე რომ ჩვენ თანამშრომლებს არავის არაფერი არ გვითხრეს. მე ბევრ ეთერში ვთქვი და აქაც გავიმეორებ, რომ ჩვენი განყოფილება ძალიან ბევრი საქმით გამოირჩეოდა ყოველთვის. 4 ადამიანისგან შედგებოდა განყოფილება, განყოფილების ხელმძღვანელი, 2 უფროსი სპეციალისტი, 1 უმცროსი სპეციალისტი. განყოფილებას იმდენად ბევრი საქმე ჰქონდა, რომ ჩვენ ყოველთვის გვეხმარებოდა ერთი დამატებით ადამიანი სხვა განყოფილებიდან და ასევე გარდა ამისა ხელშეკრულებით დასაქმებული 2 ადამიანიც კი გვეხმარებოდა განყოფილებაში. როდესაც განყოფილებიდან, აი ასეთი საქმით დატვირთული განყოფილებიდან 2 შტატი, მთავარი უფროსი სპეციალისტის შტატი უბრალოდ ამოიღეს, ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ეს იყო კულტურის პროექტების და პროგრამების გადაწყვეტილება განყოფილება და მე ეჭვი კი არა მაქვს და კი არ ვარაუდობდა ეს ჩემი უბრალოდ მოსაზრება კი არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის რეპრესიები საჯარო მოხელეების მიმართ, იმ საჯარო მოხელეების მიმართ, ვინც გაბედა და გამოხატა ღიად თავისი აზრი, დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციას მხარი და იმ კურსით სვლას, რა გეზიც ჰქონდა ქვეყანას აღებული და მე ხელმომწერი ხარ პეტიციის და ასევე ამით გახდა ცნობილი მერიისთვის თუ ხელმძღვანელობისთვის, რომ აკრიტიკებდით ქართული ოცნების. ასევე მე ჩემ სოციალურ ქსელში ცნობდით მანამდე. დიახ, მაგრამ სანამ მაგაზე გადავიდოდე, აი უშუალოდ ჩემ მაგალითზე გეტყვით, რამდენად პოლიტიკურია ეს გადაწყვეტილება. სხვადასხვა დროს მერის მხრიდანაც და სხვადასხვა თანამდებობის პირებიდანაც ყოველთვის გვსმენია ხოლმე ჩვენ, რომ წუხდნენ ისინიც საჯარო სამსახურიდან კადრების, კვალიფიციური კადრების გადინების თაობაზე და იყო ხშირად ამაზე საუბარი, მაგალითად მერის განცხადებაც ძალიან კარგად გვახსოვს, ბოლოს რამდენიმე 1-2 წლის წინ გააკეთა, რომ სწუხს, რომ კვალიფიციური კადრები გაედინება და ფიქრობენ ანაზღაურების მომატებაზე. გარდა ამისა, აი საჯარო სექტორის სტაბილურობისთვის და მოხელეებისთვის მოტივაციის მისანიჭებლად, ასევე მათი მატერიალური კეთილდღეობისთვის ხელშესაწყობად ესეთი ინსტრუმენტიც შემოიღეს კანონში სამოხელეო კლასი. ანუ საჯარო მოხელეებს მათი დამსახურებისა და გამოცდილების მიხედვით ემატება კლასი, სულ 12 კლასისაგან შედგება ეს სამოხელეო კლასი და 2019 წლიდან მოქმედებს, დამოკიდებულია შეფასებაზე. თუ მოხელე 2 წლის განმავლობაში საუკეთესო შეფასება აქვს მოხელეს, 2 წელიწადში ერთხელ ენიჭება კლასი, თუ კარგი შეფასება აქვს 3 წელიწადში ერთხელ. მე მაგალითად საუკეთესო შეფასება მქონდა, რაც ეს წესი დადგინდა და დეკემბრის თვეში, 16 დეკემბერს 2024 წლის მომენიჭა მე-3 კლასი. ანუ ბოლო 6 წლის განმავლობაში საუკეთესო შეფასებით აი მივდიოდი ამ კარიერულ კიბეზე. 12-ვე კლასი რო გაიაროს მოხელემ, საუკეთესო შეფასების შემთხვევაში ჭირდება 18 წელი, კარგი შეფასების შემთხვევაში 30 წელი. ანუ საჯარო მოხელის სამსახური ეს არის შრომატევადი დამსახურებაზე, განვითარებაზე, კვალიფიკაციაზე დაფუძნებული სამსახური და არ შეიძლება ამ სამსახურის ესე რყევა. მით უმეტეს საჯარო მოხელეს, რომელსაც დეკემბრის თვეში მე-3 კლასს ანიჭებ, ანუ მას კარგი შეფასება აქვს. საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და მე-3 კლასით დაიმსახურა. მიდის ზემოთ კარიერულ კიბეზე და მარტის თვეში შეთავისუფლებ ამ საჯარო მოხელეს, რომელიც ზუსტად საუკეთესო შეფასებით
მიიწევს წინ, ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და სხვა აქ საფუძველი არანაირი არ არსებობს გარდა იმისა, რომ ბევრი იყო ჩვენ განყოფილებაში საქმე, გარდა იმისა, რომ თქვენი დაკვირვებით ყველა ვინც გათავისუფლდა, ვინც ეს ბრძანება მიიღეთ, ყველა არის აქციების მონაწილე და გამოხატავს ხიად ხარდაჭერას. ეს კიდევ ერთი სავარაუდო სრულიად კონსტიტუციური უფლების გამომყენებლები ვართ ჩვენ საჯარო მოხელეებს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, სხვა მოქალაქეებს სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივიღოთ როგორც საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა სამუშაო, არასამუშაო საათებში და გქონდეს ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებები და პოლიტიკური შეხედულებები და ასევე ჩვენი კრიტიკული აზრი არ უნდა გახდეს დევნის საფუძველი, რაც ნამდვილად დევნის საფუძველი გახდა. სოფო თქვენი ჩემი ესეთ ძალიან მყარად ჩამოყალიბებული პოზიციის ვისი პოზიციაც ალბათ ხელმძღვანელობისთვის იყო უშუალოდ ხო ჩემთან არ ყოფილა საუბარი რამე პარტიულ საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით, თუმცა მე უნდა ავღდიშნო, რომ მეც ქართული ოცნების მხარდამჭერი ვიყავი თავის დროზე და მათ მომხრედ ვითვლებოდი და სწორედ აი ეს ჩემი პოზიციის ცვლილება გამოიწვია მათმა აი ამ კურსიდან გადახვევამ და ამ რადიკალურმა ცვლილებებმა და იმ პროცესმა, რასაც ახლა ვუყურებთ, საჯარო სამსახურის პარტიისთვის დაქვემდებარების ძალიან მძიმე პროცესი მიმდინარეობს. თქვენი ტელევიზიის ეთერიდან შევიტყვეთ ჩვენ მაგალითად, როცა გაფიცვა იმართებოდა, რომ რამდენიმე საჯარო მოხელე თქვენ სახელი და გვარებით ახსენეთ დოლიძის ქუჩაზე, როგორ გაუსწორდნენ გაფიცულ ადამიანებს და მე ის სახელი და გვარი ჩვენ სისტემაში გადავამოწმე და ყველა მერიის სისტემაში აღირიცხებოდა როგორც მერიის თანამშრომელი და აი ძალიან შემრცხვა, როცა კვალიფიციურ კადრებს სამსახურიდან უშვებენ, ვინც ნამდვილად საქმეს აკეთებს და გული შეწკივა თავის საქმეზე, ამ დროს არიან მერიის სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სამუშაო საათებში ხელკეტებითა და ხელჯოხებით შეიარაღებულებმა თავს დაესხნენ ადამიანებს. ასევე მაქვს გამოცდილება, როცა თუნდაც ძალიან ცნობილი პარტიის მხარდამჭერები და Facebook-ით და სხვა სოციალური ქსელების მეშვეობით პროპაგანდის გამავრცელებელი ადამიანები ასევე არიან მერიაში დასაქმებულები, საკრებულოში დასაქმებულები. მე ჩემ პირად მაგალითს ვამბობ და არავინ სხვას, როცა მაგალითად ერთ-ერთი მათი პროპაგანდისტი სოციალურ ქსელში მიმითითებდა, რომ მაგალითად სამუშაო საათებში შეიძლება რომ რამე კომენტარს წერ და მე კითხვა შეუბრუნე, რა საკრებულოდან შეიძლება რომ სამუშაო საათებში კომენტარი დაწერო და არ გაინტერესებთ მისი პასუხი რა იყო? ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანისთვის შეიძლებაო სამუშაო საათებში კომენტარის წერაო, რაზეც მე ვუთხარი და გავაფრთხილე ის, რომ საჯარო მოხელის შესახებ კანონი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ვრცელდება როგორც პროფესიულ საჯარო მოხელეზე, ასევე ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანზე და მრავლად არიან ასეთი ადამიანები, ამიტომაც ასოცირდება საჯარო სამსახური ალბათ უფრო პარტიულ, იმიტომ რომ პარტია ყოველთვის ალბათ მადლიერების ნიშნად ცდილობს, რომ აი ესეთი პარტიაში აქტიურობით გამორჩეული ადამიანები დაასაქმოს სხვადასხვა საჯარო სამსახურში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც ერთი ხელისუფლების ნამდვილად არიან ასეთი ადამიანები და სწორედ ეს პროცესია, როცა აი ამ ადამიანებს ებრძვიან. თუ გიფიქრიათ რაიმე სამართლებრივ გზებზე? რასაკვირველია, აუცილებლად სასამართლოს მივმართავ და სამართლებრივად დავიცავ ჩემ სიმართლეს, იმიტომ რომ იმდენად შავით თეთრზეა ყველაფერი, იმდენად ბევრი ფაქტი, იმდენად აი შეცდომებით აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ არ ვიცი, შეუძლებელია, რომ აქ გამამართლებელი განაჩენი არ დადგეს და მე მინდა მერც მივმართო და ასევე იქ ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებს, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში და ასევე ერთი ფრაზა მახსენდება რა, ძალიან მინდა რომ მივმართო ასევე ჩემ კოლეგებს. არისტოტელე ამბობდა, რომ პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება ყველაზე საუკეთესო და კარგი მეგობარია და მართლაც ჭეშმარიტება ერთია და რაც არ უნდა მეგობრებად მიმაჩდეთ, რაც არ უნდა ძალიან დიდ პატივს გცემდით და
ესეც არის, იმიტომ რომ 10 წლიანი მუშაობის პერიოდში ყველასთან ძალიან ადამიანური, კოლეგიალური ურთიერთობა გქონდა, მაგრამ ჩემო მეგობრებო და კოლეგებო, ეს პროცესი, რომელშიც თქვენ მონაწილეობთ, ეს არ არის ჭეშმარიტების, ეს არ არის სამართლიანობის, ეს არ არის კანონიერების პროცესი და მერი, რომელიც ესე უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს, სწორედ იმ სამსახურეობრივი ბარათების საფუძველზე იღებს, რომლებიც სხვადასხვა სამსახურიდან ეგზავნება და სამწუხაროდ ნებით თუ უნებლიეთ ამაში სხვა რგოლებიც მონაწილეობენ და ეს არის ძალიან სამწუხარო და დამაფიქრებელი. ამიტომ აი ეს არის პროცესი, რომელშიც სამწუხაროდ ბევრი ადამიანია ჩართული და უკანონო და უსამართლო პროცესია ეს.